უფალი ჩვენი და ღმერთი იესო ქრისტე ყველას მაცხოვარია, ყოველი სულის ხონებისათვის მოვიდა ამ სოფლად. და არა მხოლოდ თავითვისით ქადაგებდა ზეციურ ჭეშმარიტებას და საიდუმლოებებს, არამედ კაცთა შორის გამოარჩია თვისნი მოწაფენი და მოციქული, თვის სიტყვის მომავალი მახარებლები და მქადაგებლები. ისინი ორ დასად დაჰყო თუ შეიძლება ითქვას 12 და 330 მოციქულად. 12-ს 70-თან შედარებით უპირატესობა მიანიჭა. 12-ში 3 განსაკუთრებულად დაიახლოვა ყველაზე უფრო დიდი სასწავლებისა და საიდუმლოთა გამოთარგმანების ღირსი გახადა. სამშორის მხოლოდ ერთს უწოდა ეკლესიამ სიყვარულის მოციქული. 12-თან ერთად შეილაცხა თივდიდებული პავლეც წვერვალი მოციქულებისა პეტრესთან ერთად. არის რა მოციქული სარწმუნოებისა, პეტრეს ასუებისა, იოანეს სიყვარულისა. მე ამით იმის თქმა მინდა რომ რა თქმა უნდა უფალს მართალია ყველა უყვარს ყოველი ადამიანი, არამედ თუ ყველა ისინი ქნული თითამისთანი არიან, მაგრამ მათ შორის განსაკუთრებული სიყვარული აქვს ვიეტნამის მიმართ. თუ გნებავთ აი ის რაც ახლახანს მოგახსენეთ, ჩამოვთვალეთ. ასევე ყველა ერი მსგავსად თითოეული ადამიანისა, ინდივიდისა მოწოდებული არის მარადიული სიხარულისათვის. მაგრამ ერებს შორის ამა თუ ერს განსაკუთრებული ჯვარი მისცა, განსაკუთრებული რჩეულობა მიანიჭა და ამ რჩეულობასთან ერთად განსაკუთრებული ვალდებულება, სიტყვა არ მიყვარს მოვალეობა, უფრო სწორი იქნება ვთქვათ, განსაკუთრებული მისიას დააკისრა. რადგან ვისაც მეტი მიეცა, მას მეტიც მოეკითხება. ფიქრობ რომ ასეთი ერნი არიან ერთა შორის ვთქვათ ისრაელი, ბერძენთა ერი და ესევე ერი იბერთანი, ქართველთანი. ალბათ თქვენ გახსოვთ რომ უწინ სულ ადრე ჯერ კიდევ ქრისტეს მოსვლამდე ქართველებს გეორგოსებს გვიწოდებდნენ. მოდიოდა რა ბერძნული სიტყვიდან მიწათმოქმედი, ესე იგი მიწათმოქმედი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგი იყო ჩვენი ერის ცხოვრებაში. შემთხვევითი ალბათ არც ის არ არის რომ 10-12 უნიკალური ჯიშიდან რამოდენიმე მათგანი 5-6 არის ქართული. დღემდე უნიკალურად ითვლება. მაგრამ მერე და მერე როდესაც ქრისტე მოვიდა მიწაზე, როდესაც დაასთხია სისხლი ჩვენი ცხონებისათვის, როდესაც წმინდანებმა დაამოწმეს ქრისტეს ჭეშმარიტება და სიყვარული და მათ შორის მთავარ მოწამე გიორგიმ, ქართველი ერის ამ ძველმა ევროპულმა სახელდებამ გეორგოსმა შეიძინა ახალი ქრისტიანული შინაარსი. ჩვენ ათ უკვე მას შემდგომ რაც წმინდანინომ ღვთის სიტყვასთან, სახარებასთან ერთად იქადაგა განსაკუთრებული სიყვარული წმინდა დიდმოწამე გიორგისა, ჩვენ მას შემდგომ უკვე გეორგოსები გვეწოდებოდა ევროპელთაგან წმინდა გიორგის მიხედვით. უფრო მეტიც, ევროპაში ქართველებს ამას გარდა უწოდებდნენ მანდილის ქრისტიანებს. რატომ მანდილის? ცნობილი სასწაული ჰქონდათ ევროპელებს მხედველობაში წმინდა დიდმოწამე გიორგიმ, შემდგომად მოწამეობრივი აღსრულებისა ბეირუთთა რომ მოახდინა, როდესაც ქალწული იხსნა ურჩხულისაგან, როდესაც მოაკვდინა ურჩხული, ესე იგი მოსკლა უпроსტურად იგი, გამოაბა ამ ქალწულის მანდილი და თავად ქალწულს ხელით შეაყვანა ქალაქში და მერმე მოკვდა ურჩხულიცა ესე. აი ამ სასწაულის მიხედვით ჩვენ გვიწოდებდნენ მანდილის ქრისტიანებს. მაგრამ არა მხოლოდ სასწაულის გამო, როგორც ესეთია, არა მხოლოდ დიდმოწამე გიორგის ამ სასწაულისა თავად წმინდა გიორგის მიხედვით, არამედ ვფიქრობ ამაში ერთგვარი საიდუმლოებაც არის. ერი ესე დაჩაგრული, დაწიხლული საუკუნეთა განმავლობაში, ათასწლეულების განმავლობაში და სწორედ ერი ესე, რომელიც წილად არგუნა უფალმა ღმერთმა ყოვლადწმინდა სამების განგებამ ღვთისმშობელ მარიამს, რომელიც უზდესთა ეს უპატიოსნესია თვით სერაბინ ქერაბინებზე. თუმცა არა ჩვენეული სიქადულითა და აპარტავლებით, არამედ პავლე მოციქულის ცნობილი სწავლების მოხმობით ვიტყოდი რომ ადამიანის ორგანიზმში როგორადაც ყველაზე უფრო ნაკლებ კეთილშობილურ ორგანოებს ყველაზე მეტი ზრუნვა სჭირდება, ასევე ერთა შორის ცოდვათა სიღრმეში შთაფრულები გამოგვირჩია უფალმა არა ჩვენს გამო, არამედ თავისი ჩვენთვის მიუწვდომელი განგების გამო და ესე იგი გაფხადარა შვილობილი ღვთისმშობელ მარიამისა უდიდესი მისიაც მოგცა. რა არის ეს მისია? ჩვენ არაერთხელ გვისაუბრე ამაზე. ეს მისია გამჟღავნებულია ღვთის სხვა განგებულებაში, როდესაც ყოვლადწმინდა სამების ნებაბამ და განგებულებამ საქართველოში ქართველი ებრაელების ელიოზისა და ლონგინოზის ხელით ჩამოიტანა უდიდესი სიწმინდე მთელი საქრისტიანოსი და იმავდროს სახე და სიმბოლო ეკლესიის მთლიანობისა და დაურღვევლობისა, კვართი-უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და ამას გარდა ვიტყოდი ამასაც ნაკსოვი იგი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ მარიამის უწმინდესი ხელებით, რითაც ერთხელ კიდევ დასტურს გვაძლევს, რომ ჩვენა ვართ სწორედ ღვთისმშობლის ამორჩეულები.
და ჩვენი მისია, ეს არის მისია დავიცვათ სულიერად რომ ვთქვათ კვართის მთლიანობა, ანუ დედა ეკლესიის ერთიანობა. და მიდღეინდელად დღემდღის კლდეზე ქრისტეს ჭეშმარიტი სარწმუნოებისა დაფუძნებულ ეკლესიას ერთვის თავადი ამ სოფლისა და ცდილობს დაანაწევროს იგი. აი მე მაგალითად მაგონდება ერთ-ერთი გამოცხადება, რომელიც პეტრე ალექსანდრიელს მისცა უფალმა ღმერთმა, როდესაც უფალი ჩვენი ეჩვენა მას დაბეპკილი, დაგლეჯილი სამოსელით, კვართით, სწორედ კვართით, მას სამოსი სხვაც ჰქონდა, კვართით და სევდანარევი ხმით უთხრა ამ გამოცხადებაში პეტრე ალექსანდრიის ეპისკოპოსს, ხედა არიოზმა როგორ დაგლიჯაო ჩემი კვართი. და არიოზი არც იყო გაჩენილი ამ დროს, არათუ არ მწვალებლობდა, უბრალოდ ბუნებაში არ არსებობდა მაშინ. ანუ პეტრეს წინასწარმეტყველა, როგორც ალექსანდრიის ეპისკოპოსს, რომ ალექსანდრიის ეკლესიაში გაჩნდებოდა ასეთი მწვალებელი, რომელიც უდიდეს ზიანს ვნებას მიაყენებდა ეკლესიის მთლიანობას. ანუ ქრისტეს კვართს დაგლეჯდა. აკით თქვენ იცით წმინდა კვიპრიანე კართაგენელის და ღვთისმეტყველ მამათა მიხედვით, რომ კვართი უფლისა, რომელიც დაურღვეველი და დაუჭრელი დარჩა თავის თავში, ეს არის სიმბოლო და სახე ეკლესიის ერთიანობისა და დაურღვევლობისა. მას დღეინდელად დღემდღის ერთვის ამ სოფლის სული ეკლესიას, მაგრამ კლდეზე დაფუძნებული ჭეშმარიტ რწმენაზე. ანუ აქ საიდუმლოება, თუ ჩვენ ჭეშმარიტებაზე ვიქნებით დანერგულნი, ჩვენს ვერანაირი აღძრვანი ამის სოფლისანი და მლაშე და მარილიანი ზღვა და ღელვა მისი ერთ-ერთი საგალობლის ლოცვის მიხედვით რომ ვთქვა, ვერას დაგვაკლებს, ვერც წარსულში დაგვაკლო და ვერც აწინდელა, ვერც მომავალ საუკუნეებში. ის რომ ქართველი ერი განსაკუთრებულად ყვარობს წმინდა დიდმოწამე გიორგის, თუნდაც იმითაც ჟამდება, რომ დღესასწაული ეს როდესაც დღეს ჩვენ შევხარით წმინდა მოწამის ამ დახევულ სიცოცხლეს, მხოლოდ ივერიის ეკლესიაში არის და ჩვენი ეკლესიის მიხედვით, როდესაც ყოველგვარი როგორც საფრთხო ისე საერო კანონების დარღვევით გააუქმა ავტოკეფალია და ანექსია მოახდინა ჩვენი ქვეყნისა ჩრდილოეთ დამპყრობმა და შეიერთა შეურევნელად, ნუ ცადმდე აღმაღლდებიან ფსალმუნიდან მოვაგონებ, ჯეჯოხეთამდე გენიის და შთააგდებს მათ უფალი. და არათუ მხოლოდ ამერის ხელისუფლებას, რომელიც დღესაც საცუქნებს ქართველ ერს, არამედ მათი ეკლესიაც კი, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია, გაკიცხული არის თვით აპოკალიფსში. როგორც განმარტავს რუმინელი ბერძენი მამა, ღირსი კირილე ლავრიტიოსი, ეს არქიმანდრი, რომელმაც თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი ეგზეგეტიკური და საწინასწარმეტყველო ლიტერატურის შესწავლას მოახმარა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აი ეს ეკლესია, რომელსაც განსაკუთრებულად კიცხავს, რატომ კიცხავს? კიცხავს თუნდაც იმის გამო, რომ ღალატობს ჭეშმარიტობას, ამას სოფლის ძლიერი შიშით ვერ ამბობს სიმართლეს. განებავთ კონკრეტული მაგალითი მოგიყვანეთ. აი მაგალითად აფხაზეთი. განუყოფელი და ისტორიული ნაწილი საქართველოსი. ვიდრე ეს მიტაცება მოხდებოდა აფხაზეთის, რუსეთის პატრიარქმა ჩვენს პატრიარქს შემოუთვალა, თუ შეიძლება ცოტა ხნით დაგვითმეთ სიმონ კანანელის საფლავი. როგორ შეიძლება ჩვენი განმანათლებელი მოციქული საფლავი და მონასტერი დაუთმოს სხვა ერისშვილებს? გაუგებარი არის. რაზედაც თავაზიანი და ბრძნული პასუხი მიიღო ჩვენი პატრიარქისაგან. დროთა განმავლობაში მზადდებოდა რა გეგმები იმისა, რისი რეალიზებას დღეს ხდება ჩვენს წინაშე. მოხდა რა ესე იგი მოგლეჯა საქართველოს გულიდან აფხაზეთის და სამაჩაბლოში და სხვადასხვა კუთხეებზე ეჭირა და დღესაც უჭირავს თვალი და თუ ეს არ გაუვა, უბრალოდ ფიქრობენ რომ ისინი იარაღს იხმარენ. ჩვენ იარაღის არ გვეშინია. არასდროს ქართველ ერს იარაღის არ შინებია. გნებავთ დღეს წმინდა გიორგისთან ხსენებული დიდმოწამე ქართველ მთავარი კონსტანტინე, როცა არაბები შემოესიმნენ თბილისს და ქართლს, ბევრად აღმატებულნი იყვნენ რიცხვით, მაგრამ კონსტანტი ქართველი თავისი მცირე რიცხოვანი ლაშქრით შეეგება და შეხვდა მას. თუ არა მტრის რიცხობრივი, ბევრად აღმატებული უპირატესობა, ქართველები გამარჯვებას მოიპოვებდნენ. დატყვევებული იქნა, ეწამა არაერთგზის მრავალფერს ტანჯეს და აღესრულა თავის ღმერთით მოწამეობით. ისე რომ ჩვენ იარაღის არასდროს არ გვშინებია. არს არ გვეშინ, მე გულისხმობ ჭეშმარიტ ქართველს, ჭეშმარიტ მართლმადიდებელ, არათუ მხოლოდ ქართველს, ჭეშმარიტ მართლმადიდებელ ქრისტიანს. სახარების საკითხავიდან არაერთხელ ხსმენია, რომ ჩვენ გვეშინოდეს არა იმათი, ვისაც ხორცის მოკვდინება შეუძლება და შემდგომად ამის არაფერი არ ხელეწიფებად, არამედ მისა, ანუ ღვთისა, რომელსაც შემდგომად ხორცს და მოწყვეტისა ძალუც შთააგდოს სული მარადიულ სატანჯველში. აი ვისი გვეშინია ჩვენ. აი რაზეც გვაკურთხა, რა გვიანდერძა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ. მას როგორც ვთქვით, ქართველ ერის განსაკუთრებული სიყვარული ამ დიდ მოწამის, მთავარ მოწამის მიმართ იმაშიაც ჟღავდება,
რომ დღესასწაული როდესაც ჩვენ დღეს აღნიშნავთ, რომელიც სხვადასხვა წმინდანი რომ დააწესა პირველად საქართველოში, ანუ როგორც უკვე ვთქვით, ღვთის სიტყვასთან ერთად გვიანდერზა დიდმოწამე გიორგის სიყვარული, არა უბრალოდ გვიანდერზა და არა მხოლოდ იმის გამო, ვიწრო ადამიანური გაგებით რომ უახლოესი ნათესავები იყვნენ, არამედ შეავედრა დიდმოწამე გიორგის მთავარ მოწამეს საქართველოს. აი ჩვენ თავში ვთქვით რომ ივერი არის წილხდომი ქვეყანა ღვთისმშობელ მარიამისა, უზესთაესისა, სერაბინ თერაბინებზე, მაგრამ მას ყავს სხვა მეოხიდან ფარველით. ვინ არის იგი? წმინდა მთავარ მოწამე გიორგი. მიაქციეთ ყურადღება, არა დიდმოწამე, მხოლოდ არამედ მთავარ მოწამე. ერთხელაც ერთ-ერთი წმინდა მამა აღტაცებული იყო გამოცხადებით თეოფანით ზეცაში და იხილა დასი და დასი წმინდანებისა და მათ შორის ერთ-ერთი დასი წმინდანებისა ურიცხვი ზღვარაოდენობა, რომლებიც განსაკუთრებულად იყვნენ ღვთის მადლითა და სინათლით გაბწყინვებული და დაეკითხა ანგელოს, რომელსაც დაჰყავდა სამოთხის სანახებში ეს წმინდანი, ვინ არიან იგინიო? ესენი არიან ის ქრისტიანები, ვინც სულითვისი დაასწრეს ქრისტესთვის, ანუ სახარებისთვის და მოყვასისთვის, რითაც როგორც უფალი ჩვენი იესო ქრისტე გვასწავლის, უდიდესი სიყვარული გამოამჟღავნეს. და როდესაც დააკვირდა ამ ურიცხვდას წმინდანებისას ეს წმინდა მამა, დაინახა რომ მათ თავში იდგა ერთი ახოვანი ჭაბუკი, რომელიც განსაკუთრებულად ბრწყინავდა ღვთაებრივი ნათლით. და ამჯერად კიდევ ერთხელ დაეკითხა ანგელოს, ვინ არის ჭაბუკი იგი, რომელიც წინა უძღვის მოწამეთა დასო? ეგი არის წმინდა მთავარ მოწამე, დიდ მოწამე, ძლევა შემოსილი და საკვირველთმოქმედი მოქმედი გიორგი, რომელმაც განსაკუთრებული სიყვარული გამოიშინა ღვთის წინაშე და რომელიც განსაკუთრებულად უყვარს უფალ ღმერთს, უფალს ყველა უყვარს. მაგრამ თავად ფაქტი, აი თქვა აპოკალიფსიდან ვიგონებ, რომ მის საღდართან უახლოესი 24 უცესია, რომელიც მალიმალ მუხლზე დეცემა და სამადლობელს, საგალობელს აღუვლეს უფალ საბაოს, განა არ მიგვანიშნებს უკვე რომ ისინი ახლო არის არა უფალთან, განსაკუთრებული სიყვარული აქვს უფალს მათი. ან თუნდაც რომ მოვიგონოთ წმინდა იოანე ოქროპირი, რომელიც იყო სოფლია მამა და მასწავლებელი, უდიდესი მქადაგებელი და აღსარებელი სარწმუნოებისა დევნული მეფეთა მიერ ამ სოფლის ძლიერთაგან. სად არის იგი, როგორც იოანე კუკუზოს ეპისკოპოს ლოცვიშავს გამოუცხადა უფალმა, ვერ ნახარა სამოთხეში ვერთხელ და გააცვიფრდა ეს ღირსი მამა, ჩვენ მას უდიდეს პატივს მივაგებთ დედამიწაზე და წამს რომ იგი პოლია მოწამეთ, არა თუ დიდი მამა და მქადაგებელიო. რას ამბობ, ჩემო კეთილო, უპასუხა ანგელოზმა, იგი იქ არის უფლის მარჯვენით, მის სარდართან, სადაც თავად მე ანგელოზის კი ყოველთვის ვერ შევა. ოქროპირი ყოველთვის და მუდამ იქ არის, ანგელოზიც კი ვერ შევა ყოველთვის. ესე იგი განსაკუთრებული სიახლოვე აქვს უფალთან და როგორც გამოცხადებიდან ვიცით, სწორნი ვართ ღვთის წინაშე ბასილი, გრიგოლი და ივანე, ესე იგი ბასილიცა და გრიგოლიც ასეთ სიახლოვეში არიან უფალთან. არა რა თქმა უნდა გარეგანი ნიშნების გამო, არამედ იმ დიდი ღვაწლისა და თავდადების გამო, რაც მათ აჩვენეს ღვთისა და მაცხოვრის წინაშე. და ჩვენი ერიც არც თუ ამპარტავლებით, არც თუ კადმიერებით ვიტყოდი, არის ესევე საზეპურო ერი, საზეპურო რჩეული ერი. მე თუ მდევნეს, თქვენც გდევნიან, თქვენანდის მე მდევნეს. თქვენ რომ ამ სოფლისანი ყოფილიყავთ, ხარო დამცა ეს სოფელი, მაგრამ მოგიზულათ, რადგან მე მომიძულა, ხოლო თქვენ ჩემნი ხართ. ვინც იყავით მამისანი, აც ჩემნი ხართ. ამიტომ თანაზიარი ხართ ჩემს ტანჯვაში და თანამონაწილეს გახდით ჩემს მარადიულ სუფევაში, ცათასასუფეველში. აი ესეთივე არის ქართველი ერი. ერი საზეპურო, ღვთისმშობლის რჩეული, მთავარ მოწამის მფარველობის ქვეშ ყოფრი, იდევნება და ეწამება საუკუნეების განმავლობაში. არ შეიძლება არ მოვიგონო არც თუ შორეული სასწაული, რომელიც ჩვენ დროს შეიძლება ითქვას, სულ რაღაც 15 წლის წინათ მოხდა საქართველოში. ალბათ ზოგიერთი დაეჭვდება სკეპტიკოსი და ნაკლებ მორწმუნე უფრო ეკლესიურად ასე უწოდებთ იმას, სხვები კი აღფრთოვანდებიან. რა მოხდა დაახლოებით 15 წლის წინათ სანაპიროს აგურის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში. მე ადრე ვიტყვამს, გავიმეორებ, სხვა სახეებიც არის ეს ამ ეკლესიაში. როდესაც ნიკოლოზობას დეკემბრის 18-ში, 19-ში რომ გადადიოდა, მაშინ თქვენ წარმოედგინეთ, კლუბი იყო წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში, ფოლკლორისტული კლუბი იყო, თუ გახსოვთ თქვენ, ცეკვა თამაში იმართებოდა იქ და ეკლესია რა თქმა უნდა მორწმუნეთათვის იყო დაკეტილი კომუნისტების ბრძანებით. მაგრამ სარწმუნოებით მოვიდა 10-12 დედაკაცი და იმ ცივ ყინვიან ზამთარში წმინდა დიდ მღვდელმთავარ ნიკოლაოს სიყვარულს უმოწმებდა თავისი ყოფნით და ლიტანიობა ლოცვით. მოხდა ესეთი რამ, როდესაც მათ ძალიან შესივდათ და ისეთი ქარი დაიზარო, სანთელსაც კი უქრობდა და ვერანაირად ვერ აჩერებდნენ, ვერც ხელის მოფარებითა და ვერც იხლის ქვეშ სანთელს. ამ დროს ერთ-ერთი ჭაბუკი მივიდა მათთან. გამოკითხა, თითქოს არ იცოდა რისთვის იყვნენ მოსული, რას აკეთებდნენ. მერვე ესე იგი ავიდა ეკლესიაზე, გადასწია გისოსები.
თქვენ თუ დაუკვირდებით, საკმაოდ მსხვილი, ესე იგი ძალიან ღონიერი უნდა ყოფილიყო ფიზიკურად ვამბობ, ის გისოსები რომ გადაეწია. ჩავიდა ეკლესიაში, ტაძარი გაუხსნა, შეიყვანა. გათენებამდის ელაპარაკებოდა ქართველი ერის სახელოვან და დიდებულ მოწამეობრივ წარსულზე. სახარებიდან ადგილებს უმოწმებდა წმინდა დიდმოწამე გიორგის ცხოვრებიდან, არათუ მხოლოდ ნიკოლაოზისა და გათენებისას მან მოუთხო რომ ერთხელაც როგორც არაერთხელ უსამართლო ომში მრავალრიცხოვანმა მუსულმანმა მტერმა როგორ დაამარცხა ქართველი, როგორ შეხარეს ტყვენი, როგორ წაიყვანეს მექაში, მათ სათაყვანებელ ქალაქში, როგორ ამოთხარეს ვებერთელა ორმო, როგორ დაკლეს ვითარცა ცხოვარნი ქართველი, როგორ ჩაწვრეს მათი გვამებიდან სისხლი და მათმა სულთანმა როგორ იბანავა ამ სისხლში ქართველებისა და გამოილაშქრა საქართველოზე. ქართველებმა სახელოვან გამარჯვებას მიაღწიეს და ამ ახალგაზრდამ დაზინა ამ დედაკაცებთან. კიდევ ერთხელ მოხდება მსგავსი რამ, კიდევ ერთხელ ადიდებს უფალს ქართველი ერი მოწამეობრივი სისხლით. ამის შემდგომ იგი დაემშვიდობა ყველას, დალოცა, გამოიყვანა ტაძრიდან, დაკეტა შიგნიდან ურდუღით, ამოვიდა გისოსები გაასწორა და მიეფარა მართლად. როდესაც წავიდა, უკვე ყველა მერქად წამოიძახა. ეს ხომ დიდმოწამე გიორგი იყო. მე ძალაუნებურად მაგონდება წმინდა სახარებიდან, როდესაც ესე იგი უფლის ვნება ჯვარცმა აღესულა. ორი მოწაფე ლუკა და კლეოპა, სევდანარევი და გულდანძიმებული, ყოველივე იმის ხილვით და განცდით, რაც იხილეს და განიცადეს უფლის მათი თაებრივი მოძღვრის ვნება ჯვარცმას გულისხმობ, ისინი მოეშურებიდან შეპინდების ჟამს იერუსალიმიდან ემაოსისაკენ. მათ ვიღაც მესამე დაემგზავრა. დაეკითხა მიზეს მათი მოწყენილობისა. გზადაგზა უთარგმანებდა წმინდა წერილს, მოუგონებდა წინასწარმეტყველთა წიგნებიდან და ფსალმუნიდან, რომ ეს ასეც უნდა ყოფილიყო. ეს ღვთაებრივი მოძღვარი უნდა ჯვარცმულიყო, უნავნებულიყო, მაგრამ გაამხნევა კიდეს. იგი აღსგება მესამესა დღეს ამ ყდრეთით. მერმე როცა სახლს ემაუსთან მიუახლოვდნენ ლუკამ და კლეობამ, ეს ვიღაც მესამე, ვიღაც უცნობი, ასე მინდავს თქვა, მიიწვია სახლში სერობად. ესე იგი მოიმიზეზა უშორეს წარსულა უცნობმა, მაგრამ დაჟინებით ეპატიჟებოდნენ ამ ლუკას და კლეოპას დაჰყვა და შევიდა მათანა და როცა ტრაპეზზე დასხდნენ და განსტეხა პური და მიაწოდა თქვენთვის ცნობილი სიტყვით, რომელიც დღესაც ითქვა აქ ამ ლიტურგიაზე და ყველა სხვა ტაძარში მართლმადიდებელი ეკლესიისა, მაშინღა აღეხილა თვალი მათნი, რომელიც დაბრმობილ ჰქონდათ. კი ხედავდნენ, მაგრამ ვერ აღიქვავდნენ, ვინ იყო ეს ვიღაც მესამე და შეიცნეს მათი რაბუნი, მათი ღვთაებრივი მოძღვარი. და მე ერთმანეთს უთხრეს, განა გული ჩვენი ჩვენ შორის განხურვებული არ იყო, როდესაც იგი გამოგვითარგმანებდა წმინდა წერილის წიგნებს და იკითხავდა ნაკლებ მორწმუნეობაში. აი ესევე რაღაცა მსგავსი მოხდა ამ დედაკაცებთან. როგორც კი მიეფარა ეს ახალგაზრდა თვალს ეს ჭაბუკი, რომელიც გარეგნობითაც აღვაწერინა როგორი იყო. გადმოცემა როგორიც არის დიდმოწამე გიორგის გარეგნობაზე, იმ გადმოცემას საოცრად ეხმიანებოდა. ყველა მერქად როცა მიეფარა აღმოიძახეს, განა ეს დიდმოწამე გიორგი არ იყო და გახარებულები რამოდენიმე მათგანი ეხლა ის ვინც მე მომითხრა მეტეხის ერთ-ერთი მოძღვრის სოლი არის მეუღლე და ერთ მათგანს ბეჭედი აჩუქა და ის ბეჭედის მაჩვენა წარწერა იყო იქ ლოცვა ეწერა ზე იმის თქმა მინდა საყვარელო რომ არც ღმერთს არც ღვთისმშობელ მარიამს არც ჩვენს ძლევამოსილ და საგვირელო მოქმედ გიორგის არ დაუტოვებია ქართველი ერი არ დაუგდია და არ დაუტოვებია ჩვენი მრავალტანჯული ისტორია არაერთხელ ყოფილა მოწმე იმისი, რომ დიდმოწამე გიორგი ხილულათაც იბრძოდა, აი ყველაზე უფრო ცნობილი ერთბაშად რაც მოგაგონდება ქართველს, დიდგორი, აგარიანები, მუსულმანები საკუთარი თვალით ხედავდნენ ცხენზე და ამხედრებული, თეთრ ცხენზე და ამხედრებული ახოვანი მხედარი როგორ ჟუჟავდა მტრის რაზმებს. ამიტომ ესე იგი აქ გაგონდება ესაია წინასწარმეტყველის წიგნები, ნაკლებ მორწმუნე ისრაელს რომ იმართავს წინასწარმეტყველის პირით უფალი საბაოთი. მე რომ თქვენთან არ ყოფილიყავით, 1,000-ს და 10,000-ს როგორ გააქცევდითო. თქვენ ხომ იცით დიდგორში რაც მოხდა. რამდენად ზიაღმატებული იყო ეს მუსულმანთა ზღვა, რომელიც აშინებდა და აზანზარებდა ევროპას და ქართველთა ხნეობამ, რომელშიც მე პირველ ყოვლისა სათნოებას, სარწმუნოებას გულისხმობ, ჩვენში რომ რწმენა არ ყოფილიყო, მხოლოდ იმის გამო რომ წინხდომი გახდა ღვთისმშობელ მარიამისა და დიდმოწამე გიორგისა, ქართველ ერს ასეთი გამოსარჩილება, უჩვეულო და საკვირველი სასწაულით არ გამოექომაგებოდა წმინდა დიდმოწამე გიორგი. დიახაც ჩვენთან არის ეს დიდებული მოწამე. ხონდა ბედნიერება, როდესაც ამ ზაფხულს ვიყავი ათონზე, ბულგართა ზოგრაფის მონასტერში, ველოცა მის სამ სასწაულს მოხვედ ხათან, თქვენ ხომ იცით როგორი სასწაული მოხდა ერთ მათგანთან. მოგიწევთ, როდესაც ერთ-ერთი კადნიერი დელთავარი შევიდა, წირმა ბერმა ზოგრაფელმა უთხრა, ხედავო, აი როგორ ცოცხალი, მართლაც ისე გამოიყურება, თითქოს ცოცხალია, თან ახოვანია გამოხატული, წელზემოთ.
ხედავ როგორ ცოცხალიაო და რა არის ცოცხალიო და უტიფრად თითი ატაკა ლოყაში წმინდა გიორგის თითი ჩაიძირა ლოყაში ვეღარ გამოიგო დღემდე აი საკუთარი თვალით ნახეთ მე და მის ჩემთან ერთად იყო ეს თითი აი აქ არის სახსახში გადაჭრილი მე ითხოვა სინანულით დელთავრო თითი მოეჭრათ სინანულის ნიშნა ვერ ციხებდა იქიდან ეს თითი სისხლით შემხმარი დღემდე არის სამხატში და იქვე ამ მონასტერში ჩვენ ვნახეთ წმინდა გიორგის ქვედა ყბა გაუხრწნელი ენით ესე იგი რამდენი გავიდა 16 საუკუნეზე მეტი გავიდა და მისი ენა არის გაუხრწნელი ენა რომელიც ბასრობდა კერპთაყვანისებელთა უსულო კერპებს და რომელიც შესულითაც თქვენ გახსოვთ ერთ-ერთი სასწაული როცა აპოლონში სამადლობელს სტირავდა თითქოს წმინდა გიორგი რომ მოწამეობით მოკლა დეოკლეტიანებ როდესაც წმინდა გიორგი შეუთავა რომ მივიდო და გაეხარდა რომ თითქოს ესე იგი მოიქცაო რა კი არ მოკვდა გადარჩა ესე იგი მოიქცა კერპების მიმართ და როცა შევიდა და დაეკითხა ეს არისო თქვენი ღმერთები კიო და თქვენ ახართ ღმერთები კერპებს მიმართ ზევსის აპოლონის მერკურის და ესე შემდეგ არაო ეშმაკებმა უპასუხეს კერპები და ჩვენ არა ვართო ღმერთი იგია რომელსაც შენ ქადაგებ ხოიო წმინდა გიორგიო თვითონ ეშმაკი უწოდებდა მას მიდას და თუ ასია და ჭეშმარიტად ასია როგორ ბედა სადაც ღმერთის მოწაფია იქ თქვენ იყოთო და გლოვითა და ტირილით დაემხო კერპები ეშმაკებმა დატოვეს რა ისინი აი ეს ენა რომელიც ბასრობდა ეშმაკებს და რომელიც ადიდებდა ყოვლადწმინდა სამება ღმერთს დღეინდელად დღემდის არის გაუხრწნელი თავად დღეს რას ვიგონებთ წამების ერთ-ერთ სახეს თუ შეიძლება ითქვას ურმის ბორბალზე დაკვრას როდესაც ესე იგი დეოკლეტიანემ გამოსცა ედიქტი რომლის ძალითაც გაუსამართლებად ხოცავდნენ ქრისტიანებს ასახლებდნენ ეგზორიაყოფდნენ კონფისკაციას უტარებდნენ და სხვა სწორედ მაშინ დიდმოწამე გიორგი გამოეცხადა თავის მეფეს რომელიც მხედართავარი იყო პატივი და დიდება ჰქონდა ამ სოფლის და თქვენ იცით ბოლოს ისეთ სასწრაფოთილებას შევარდება დიოკლეტიანე ვერანაირად ვერ გასცეს რა მრავალფერი წამებით რომ თავისი სამეფოს ზოგადსაც ანუ ნახევარსაც კი შესთავაზებს და არაფრად ჩალად და ფლასად ჩათulis ამას წმინდა დიდმოწამე გიორგი ესე იგი წმინდა გიორგის ამ სახით ჰქონდა არა მარტო ბრძოლა უხილავი არა მარტო ესე იგი მოწამეობის ტანჯვის გზით არამედ ამ სოფლის თავად მას შესთავაზა დიდება ამ სოფლისა გახსოვთ საყვარელო ჩვენი მოძღვარი უფალი იესო ქრისტე როგორ აიყვანა როგორ გადმოახედა ეს სოფელი დაანახა და რა უთხრა უგუნურები დაბრმავებულმა ამ პარტავანმა ეშმა არა ეშმაკმა არამედ ეშმა არის მთავარი მათი ეშმაკი კნინობითი სახელია სუპოსტატები რომლებიც მას ემორჩილებენ რომელსაც ბატონობს იგი ეშმა გამოსადა რა ერთ-ერთი გამოსასწრებელი რა იყო თაყვანისცემა მოსთხოვა და ამის სტილს მისცემდა ასო რამდენად უგუნური უნდა იყოს უფლის თითით არის შექმნილი სადა ქვეყანა და ეს უგუნური მისი თითით შექმნილი სამყაროს რომელიღაც პატარა ნაგლეშს თავასობდა იმის წილ რომ თაყვანი ეცა მისთვის როგორც მეუფისთვის და განაგდო და მართლუკუნ აქცია ეშმაკი ქრისტე მაცხოვარმა მას გამოეცხადა როდესაც ედიქტი გამოსა დევნა გამოაცხადა დეოკლეტიანემ დიდმოწამე გიორგი ახუნად აღიარა მეფე დაიბნა თავდაპირველად იმიტომ რომ პატივს ემდა წმინდა გიორგი წმინდა გადმოცემით იყო ახუვანი ტანადი ბრგევაშკაცი ოდნავ თმახუჭუჭა გარეგნობაში ესეც არის გადმოცემული ფიზიკურად ძალზე ძლიერი და მორწმუნე ჭეშმარიტი თავდაპირველად დაიბნა მეფე შემდეგ ლიქნა დაუწყო მერმე შეთავაზება ამ სოფლის დიდებისა ვიდრე ზოგად სამეფომდე როგორც ერთ დროს შებრუჟულმა იროდიმ შეთავაზა მროკველ სალომეს სამეფოს ზოგადი ანუ ნახევარი თავისი სამეფოსი ვერანაირად ვერ მოდრიკა მაშინღა წმინდა გიორგიმ უთხრა რომ ვერანაირი პატივი და დიდება ამ სოფლის ვერ ამოშლი და მისი გულიდან მასხური სიყვარული მაშინღა ბრძანა რომ შეეკრათ იგი და ჩაეგდო დილეგში მოხდა პირველი სასწაული როდესაც მას მხედრებმა შუბები აძაგეს და შუბის ძგერებით უნდათ გაყვანა დეოკლეტიანეს პალატიდან როგორც ცვილი ისე მოიდრიკა შუბები შეიყვანეს დილეგში ვეებერთელა ხუნდები მე მინახავს და თავზეც დამიტია დღეს სადაც მისი წმინდა სხეულის დიდი ნაწილი განისვენებს ეს ხუნდები დღემდე იქ არის და ესე იგი ხუნდები დაადეს ვეებერთელა და მიაგორეს უზარმაზარი ლოდი გულზე დაადეს დეოკლეტიანის ბრძანებით როდესაც მეორე დღეს დილეგი გახსნეს და ფიქრობდნენ რომ წმინდა გიორგი უკვე მკვდარი იქნებოდა მათ იგი ცოცხალით დახვდათ რომელიც ღმერთს უგალობდა და ადიდებდა განრისხებული მეფის ბრძანებით ყველაზე უფრო საშინელი ტანჯვა გამოუტანა მას ურმის ბორბალზე დააკრეს და როდესაც ბრუნავდა ბორბალი ორლესული מחვილები იყო ქვევით და ესე იგი სერავდა მის სხეულს თავდაპირველად წმინდა დიდმოწამე გიორგი ხმამაღლა მოუწოდებდა უფალს და განმტკიცებას თხოვდა და მერე კი უკვე დაიცალა რა სისხლისაგან დადუმდა მეფე ჩათვალა რომ იგი მოკვდა და წავიდა რომ სამადლობელი მსხვერპლი თავისი ღმერთისთვის აპოლონისთვის მის საკერპეში შეეწირა მაგრამ მოხდა სასწაული უდიდესი დაბნელდა სულ ერთიანად როგორც ჩვენი უფლის ჯვარცმის ჟანს როდესაც განუტევა სული თვისი
გარდა მოხდა ზეციდან ნათებით ანგელოზი უფლისა, რომელმაც ხელი შეახო წმინდა გიორგის და მიესალმა მას, გიხაროდნენ, როდესაც დაწყდა ხუნდები, რომლითაც იგი მიმული იყო თვალზე და გარდა მოვიდა წმინდა გიორგი თვლიდან სავსებით სახსალამათი. ესე იგი, როდესაც მეფეს მოახსენეს, მეფემ არ დაიჯერა ამ სასწაულზე, მეფის ორი კარისკაცი დაახლოებული ანატოლი და პროტოლეონი უკვე აღარ მალავენ თავიანთ ფარულ სარწმუნოებას და ხმამაღლა ადიდებენ წმინდა დიდმოწამე გიორგის ღმერთს, რის გამოც მეფის ბრძანებით იქვე თავს მოხვეწენ. იქვე დედოფალი ცოლი დეოპლეტიანესი ხმამაღლა აღიარებს წმინდა გიორგის ღმერთის ჭეშმარიტებას. თქვენ ალბათ იცით სული როგორ განმტევა, როდესაც ისიც დასაჟილად ვიხავდა წმინდა გიორგის ეხლა, წმინდა გიორგიმ შესთხოვა დედოფლისთვის და დედოფალი აღესრულა გზად მიმავალი უსულოდ, მაგრამ იგი შერაცხილი არის მოწამეთა შორის, რადგან იგი გამზადებული იყო წამებისათვის. აი სწორედ ამ სასაულს, თვალზე წამების სასაულს იგონებს წმინდა დიდმოწამე გიორგი. მე მინდა დავასრულო იმედიანის სიტყვებით. ის რაც მე თავად ცოდვილმა შევიგზენი, თუ რამდენად დიდი ძალა აქვს. მე თქვენთვის არაერთხელ მომიწვია, მაგრამ მე სურს რომ ის ეხლაც გადმოგცეთ. თქვენ იცით რომ წმინდა დიდმოწამე გიორგი წარმოშობით იყო დაიბადა და სიყრმე გაატარა კაბადოკიაში, ერთ დიდარ ქრისტიანულ ოჯახში. მამამისი ასევე არის მოწამე. წამებით გავიდა ამ სოფლიდან, სარწმუნოება დაამოწმა ქრისტეს ჭეშმარიტი. ამის გამო დედამან მისმა, რომელიც პალესტინიდან, კერძოდ ქალაქ ლუდიიდან იყო წარმოშობით, თავისი ყრმა წაიყვანა თავის სამშობლოში და სიჭაბუკე სწორედ იქ გაატარა, იქ აღიზარდებოდა იგი. სწორედ ლუდიაში, სადაც მართლმადიდებელი ეკლესია არის, ბერძენთა და მართლმადიდებელ არაბთა არაბული სოფელია დღეს იქ, ნაწილი ქრისტიანები არიან, ნაწილი მუსულმანები, სწორედ იქ არის დასვენებული მისი სხეულის მთავარი ნაწილი. და არის ესეთი გადმოცემა, აი როდესაც საქართველოში ეს ხალხური ზეპირსიტყვიერებაში როცა ილოცებიან 365 წმინდა გიორგის შეგეწიოსო. აქ 365 ეკლესია კი არ იგულისხმება, იმიტომ რომ ეკლესიას რაც შეეხება ამ წმინდანის სახელზე, ვახუშტი ბაგრატიონი ამბობს, საქართველოში არ არსებობდა უბრალო ბორცვიც კი არათუნთა, რომელზეც წმინდა დიდმოწამის ტაძარი არ მდგარიყო, მცირე თუ დიდი ტაძარი. საქართველოში ყოველდღე იყო ხსენება წმინდა დიდმოწამე გიორგისა, იმიტომ რომ ამა თუ იმ ტაძრების მიხედვით, ამა თუ იმ სასწაულების თუ ნიშნების ხაზ გამოირჩა, აი მაგალითად ლომისაზე თქვენ იცით ერთ-ერთი სასწაული, რამაც საფუძველი დაუდო ამ ტაძრის დაარსება, გერის წმინდა გიორგი, ლაშარის და ესე შემსაც განსაკუთრებული შეწევნანი ხდებოდა წმინდა დიდმოწამე გიორგისაგან. ამის და მიხედვით წელიწადის ყოველ დღეს იყო ხსენება წმინდა გიორგის ამა თუ სასწაულისა თუ ტაძრის სასწაულთმოქმედი და განთქმული ტაძრის მიხედვით. არამედ როცა ასე ლოცავდნენ, რას გამოხატავდნენ? 365 წმინდა ნაწილი იყო წმინდა გიორგისა საქართველოში. და აი ამისი მადლი შეგეწიოსო მაგას ნიშნავს. მეორე მხრივ ეს ნიშნავდა რომ საქართველოში არ არის არც ერთი დღე, ანუ 365 დღიდან არ არის დღე, როცა წმინდა დიდმოწამე გიორგის პატივს არ მიაგებს და თაყვანს არ ასევს ქართველიერი. და ქართველმა ერმა არა მხოლოდ ამით გამოხატა სიყვარული, არამედ მობაძავექნა წმინდა გიორგის. იგიც ეღნოდა ეწამა მისთვის სანატრელი და სასურველი ქრისტე მაცხოვრისათვის. ჩვენი მისიაც სწორედ ეს არის. ჩვენი მისია ეს არის, ეს კარგად უნდა ესმოდეს. ჩვენი ხსნა არ არის არ ჩრდილოეთში, არ დასავლეთში, არც სადაც არ უნდა იყოს, ჩვენი ხსნა არის უფალში. ჩვენ ამისთვის ვარ მოწოდებული. ახლოვდება მეორედ მოსვლა. ძალზედ მალე ის რასაც ჩვენ ხარბად ვკითხულობთ თუ ვასწავლით ერთმანეთს, რამე თვითონ წმინდა კირილეს გვასწავლით, თუ ვინმე რამე იცით ანტიქრისტეს ერთმანეთს მოუთხრეთო, ჩვენ მოუთხრობთ ამის შესახებ, ეს მალე ახდება, ეს ჩვენ თვალწინ უკვე დაწყებულია, ეს ნიშნები არის შესული ძალაში და დიდი დრო არ შორავს უფლის დიდებით დაბრუნებას დედამიწაზე განჟად ცოცხალთა დამკვდართა, რათა ესე იგი დასეს ბოროტი და საბოლოოდ აამაღლოს სიკეთე, რის სიმბოლოთაც იქცა სწორედ ცნობილი სასწაული ბეირუთში, როდესაც წმინდა გიორგი ლახრავს ურჩხულს. დღეს ბოროტება ზეიმობს. ამიტომ ადამიანებიდან ეს სიმართლე არ მოვა. ადამიანებიდან ეს ხსნა არ მოვა. ეს ხსნა მოვა მხოლოდ მისგან, ვინც თავად არის არათუ ამ სახელის მატარებელი, არამედ თავად არის ხსნა, მაცხოვარი, ხსნელი მისგან მოვა, მისთა დიდებულთა წმინდათა, ღვთისმშობელ მარიამის, მთავრმოწამე გიორგის, დიდმოწამე კონსტანტინე ქართველის და დასთა წმინდანების უხილავის შეწევნით და ჩვენი აღდგომით და აღმართებით ღვთის წინაშე. მხოლოდ ის კი არა რომ ილოცებს ზეცა და შეგვეწევა ხილულადაც, ესეც მოხდება, არამედ ჩვენც უნდა ვაჩვენოთ სასუება უფალ ღმერთს. მას ესე იგი რამოდენიმე წლის წინათ 2000 წელს ესეც მოგითხრეთ, მე შეგახსენებ გახდით წმინდა მიწაზე. მათ შორის ქართულ ენაზე დავაყენეთ წირვა, პატრიარქი წირავდა, ჩვენ თანამწირველები ვიყავით ლუდიაში, წმინდა გიორგის საფლავის ეკლესიაში. ორსართულიანია ეს ქვედა სართულზე არის დაკრძალული წმინდა დიდმოწამე, ზევით არის მის სახელობის ეკლესია, იქაც და აქაც. და ზევით წირვა დავაყენეთ, სხვათა შორის დასავლეთ კედელზე, საკურთხევლის პირდაპირ მთელს კედელზე, საკმაოდ დიდი ტაძარია, გამოხატული არის სწორედ
ბეირუთის ცნობილი სასწაული. იქ არის ამ ფრესკასთან არის ერთ-ერთი სვეტი, დიდი სვეტი ტაძრისა, რომელზეც არის ვეებერთელა ხუნდები, ბორკილები შემოხვეული. და ჩვენ როცა ქართველებმა იქაურ მონაზონს კითხეთ, რას ნიშნავდა ეს, ვითხრა რომ ეს არისო ის ბორკილები, რომლითაც შეებორკილეს წმინდა დიდმოწამე გიორგი და ჩვეულება არის აქ ასეთი ადგილობრივი, როცა ვისმეს რამე უნდა სთხოვოს, იღებს ამ ბორკილებს, იდებს ქედზე და სთხოვს რაც სავედრებელი აქვს. სხვადასხვა ასეთი ჩვეულება არის ლომისის წმინდა გიორგშიც. ალბათ გახსოვთ თქვენა. და არც თუ შემთხვევით. და ესე იგი რიგრიგობით ყველანი მოძღვრების და ერისკაცებიც ვინც გვახსენენ, მიდიოდნენ ქედზე იდებდნენ და ევედრებოდნენ. როცა მე მომიწია რიგმა, მე მახსოვდა ჩემი ბავშვობის დროინდელი ცოდვა და დღემდე მახსოვს ის ჩემი უმეცრები ჩადელი მომიყოლია თქვენთვის, როცა ერთგვარად შეურაცხყოფა მივაყენე უმეცრები დიდმოწამე გიორგის ბავშვობაში და იქვე გამამათრახა ხილულად ვიხილე რამ ცხემზე ჯდომი როგორ მამათრახებდა. აი ეს ცოდვაც ამომიტივტივდა მართალია ის მოვინანია უკვე გულითაც და საქმითაც და სხვა და ესე იგი ამისთვისაც ვთხოვე პატიება ჩემი სახლეულისთვისაც სულიერი შვილებისთვის და ბოლოს ყველაზე მეტი გულდუღარები შევდრე ჩვენი საქართველო შენი საქართველო დაიფარე და დაიცავი მეთქი და ამ დროს სამჯერ შეზანძარდა მთელი ტაძარი სვეტი და ესე იგი შემეშინდა ძალიან თითქოს აი როგორ დასტურივით იყო მე მოგვიანებით არ მახსოვს ნანას მამა დავით ბურდულს ამათ კითხე იღზენით მეთქი როგორი მიწისძვრა იყო და გაუკვირდა თხები აიჩეჩეს რის მიწისძვრა რა მიწისძვრა არაფერი არ ყოფილა წირვა მიმდინარეობდა ჩვეულებრივი სამჯერ მოხდა ეს შეირყა ეკლესია და ეს გაქანდა ჩემ და თავად როცა განსაჯეთ ჩემს თავში და არავინად დაადასტურეს აღვიქვი როგორც დასტური სამი ამინი რომ ვიცავდი და დავიცავ და დავიფარავ საქართველოს აი ამ იმედით მე მინდა დღეს შევსთხოვო სადღესასწაულო სავედრებელ პარაკლისში წმინდა მთავარმოწამე გიორგის და დიდმოწამე კონსტანტინეს ჩვენი ერის გაძლიერება, ჩვენი ეკლესიის ამაღლება, ჩვენი სამშობლოს გამთლიანება ჭეშმარიტი ქრისტეს მიერი მთლიანობით. ღმერთმა დალოცოს გარდა ამისა, ყველა გიორგი, ვინც ჩვენს ქვეყანაში სახლობს, ყველა გიორგი, ვინც ამ სამწყსოში დადის, დიდისა და პატარად და არ მოკლებოდეს თქვენ და სრულიად საქართველოს ჩვენ ერთს მფარველობა დიდმოწამე გიორგისა და მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ამინ.